ამ წუთებში ქართული ოცნება თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაციას იწყებს ივანიშვილის პარტიისთვის თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში. ეს უკვე მესამე წარდგენა. პირველი იყო მერობის კანდიდატი თავად კალაძე, რომელსაც ახლა ხედავ დედაქალაქის მერობის მესამე ვადით მსურველი. მეორე იყო რეგიონების დიდი ქალაქების მერობის კანდიდატების და ახლა უკვე თბილისის საკრებულოს სიის წარდგენა. აქვს თბილისის საკრებულოში საქმიანობის დიდი გამოცდილება. მან ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე წლებია მუშაობს თბილისის საკრებულოში ქალთა საკითხებზე. მინდა წარმატებები უსურვო თიკოს. მესამე ნომერი გახლავთ ბექა დავითულიანი, ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით თბილისის მთავრობაში, ბექა სრულად არის ჩართული დედაქალაქის განვითარებისთვის მიმდინარე ყველა პროცესში. ბექა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მისი ინიციატივით თბილისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაწყდა. ამჟამად ბექას უკავია კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ალბათ თიკო მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბექა არის ადამიანი, რომელიც საკრებულოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო წარმატებულს. მეოთხე ნომერი გახლავთ გურამ ნიკოლაშვილი, ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. იგი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს მედია სივრცეში. არის კომუნიკაციის კონსულტანტი და მუშაობს სატელევიზიო დოკუმენტალიტიკის მიმართულებით. გურამის განსაკუთრებული ინტერესის საგანია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფერო. მას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის კარგი გამოცდილება, იყო მედიათეკების გაერთიანების დირექტორი და ბიზნეს აქსელერატორის ხელმძღვანელი. წარმატებები მინდა უსურვო მას. მეხუთე ნომერი გახლავთ ნიკოლოზ კახეთელიძე, ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი, თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. ნიკოს აქვს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით დააშენდა და რეაბილიტირდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზბეგის საბაჟო, კარწახის საბაჟო, გაფორმების ეკონომიკური ზონა 2, რომელიც თბილისში მდებარეობს. 2021 წლიდან ნიკო თბილისის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის კომისიას და მინდა მას წარმატებები უსურვო. ნომერი 6 ნინო ვარდოსანიძე, იურისტი, სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს წევრი. საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე. იყო ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ინის ასევე აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომავალშიც დაეხმარება თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში და მინდა წარმატებები უსურვო მას. ნომერი 7 ავთანდილ ცინცაძე, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. ჩვენი გუნდის აქტიური წევრი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი. მისი ენერგია და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს და თბილისელებს. წარმატებებს უსურვებ ავტორს. ნომერი 8 კონსტანტინე ზარნაძე, განათლებით სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი. კოტეს საქმიანობას ყველაზე კარგად გლდანის რაიონის მოსახლეობა იცნობს, რადგან ყოველდღიური უწყვეტი ურთიერთობა აქვს მათთან. იგი აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაში და ზედმიწევნით იცის ყველა საკითხი, რაც გლდანის რაიონს და ზოგადად თბილისს უკავშირდება. მინდა წარმატებები უსურვო კოტეს. ნომერი 9 ბექა ოდიშარია. მას რა თქმა უნდა წარდგენა არ ჭირდება, საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ეკონომის, იურის, პოლიტიკოს, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრს. შეუპოვარ მებრძოლ პატრიოტ ადამიანს. ბექა წლებია აქტიურად არის ჩართული თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და დღესაც მზად არის თავისი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი
მოახმაროს თბილისის განვითარებას. მეათე ნომერი გახლავთ ოთარ ჩრდილელი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის წევრი. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის 2012 წელს ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების, შემდეგ პარტია ქართული ოცნების საქმიანობაში. ვფიქრობ, ოთოს სახით თბილისის საკრებულო შეიძენს პროფესიონალ გამოცდილ წევრს. წარმატებები მას.